როგორ შეგიძლია გაეგო ყველაფერი შენს შესახებ. უბრალოდ გამოიყენო შენი დაბადების თარიღი. როგორ გინდა რომ გაიგო დაუშვათ რა ნიჭი მაქვს, რა პირადი დანიშნულება მაქვს, ანუ რა კარმული კვანძები რა მაქვს და საერთოდ პროგრამები რატო როგორ შევიძლია მოვიზიდო ფინანსები, როგორ შემიძლია ანუ დაუშვათ უფრო კარგად, უფრო გავაუმჯობესო ჩემი ცხოვრება. ან დაუშვათ რატომ არის ჩემ ცხოვრებაში ისეთი ბავშვი, რომელიც აი სულ მაქვს რაღაცა გაუგებრობა, რატო რისთვის არის ეს ბავშვი, რა უნდა მასწავლოს. რატომ მაქვს სულ პრობლემები მშობლებთან, აი როგორ შეიძლება რომ ყველაზე საუკეთესო ადამიანები, ყველაზე ახლო ადამიანები ჩემ ცხოვრებაში არიან ისეთები, რომ ვერ ვრიგდები მაგათთან, არ შემიძლია რაღაცა პრობლემები მაქვს სულ ყოველთვის და აი ეს ძალიან გულს მტკენს. შეიძლება მიდიხარ სამსახურში და დაუშვათ არის ფინანსები მოაქვს სამსახურს, მაგრამ არ მოგწონს რა, არ არის საშენო, შენ გინდა რომ ხატო, შენ გინდა იცეკვო, შენ გინდა იმღერო და ეს იყო შენი ბავშვობის ასეთი ძალიან სასიამოვნო ნატურა რო ყოფილიყავი დაუშვათ მსახიობი, მაგრამ მშობლებმა გითხრეს, არა იცი რა არის ბუღალტერი გახდე, უფრო კარგია, იქ ფული არის და შენს დაუჯერე, მაგრამ შენი სული მთელი ცხოვრება იტანჯება. შეიძლება ხარ ესეთ მდგომარეობაში, რომ მთელი ცხოვრება ეძებს შენს პარტნიორს, შენს საყვარელ ადამიანს და ვერ ხვდები რატომ ვერ პოვლობ მაგას და ამ დროს გაქვს ესეთი პროგრამა, რომელიც გეუბნება შენ, რომ ასე აირჩია შენმა სულმა, რომ შეიძლება მარტოც უნდა იყო, ყველას კი არ უწერია ეს სიტყვაზე ან შვილის გაჩენა, არ უწერია ოჯახის შექმნა, მაგრამ შენი ტანჯები, იმიტომ რომ არ იცი შენ ცხოვრობ სოციუმზე. სოციუმი გეუბნება, როდეს გეყოლება შვილი, როდეს გათხოვდები, რატომ არ თხოვდები და შენ სულ არ გინდა ეს არაფერი, შენ გინდა უბრალოდ გაყვა შენს კარიერას, შენ შეიძლება მოგწონს ყველაფერი აი ესეთი ეზოტერიკული, გაინტერესებს სულ ყველაფერი საკრალური, მაგრამ ვერ ხვდები გეშინია რატომ რაღაცას ვიტყვი და აუცილებლად სრულდება, ან რაღაცას წინასწარ გავიფიქრებ და აუცილებლად მოხდება და ეს უფრო შირს ბადებს შენში, რომ შენ ვერ ხვდები რატომ, საიდან ვიცი მე ეს ყველაფერი და ან რატომ ვიცი, ან რათ მინდა და გეშინია ყველაფერს აბსოლუტურად და ვერ პოვლობ ვერანაირად პასუხს რატომ, სულ გაქვს ეს კითხვები და ეს ზუსტად ეს მომენტი არის, როცა არსებობს, ჩვენ ვიცით, რომ უკვე ყველამ ეს ვიცით, რომ არსებობს კარმა, არსებობს კარმული გაკვეთილები, არსებობს რაღაც მომენტები, რომელსაც ჩვენ ვერ ვხსნით, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერზე უკვე არის პასუხი და მე თვითონ ბევრჯერ მithქვამს, რომ ვიპოვე ეს საკმაოდ უკვე ისეთ ასაკში, როცა ბევრი რამ გამოვიარე, ბევრი კითხვები დამიგროვდა და ნამდვილად გაოცებული დავრჩი იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც მივიღე, იმიტომ რომ იმდენი წვრილმანი კითხვებიც კი მქონდა, იმაზეც კი ვიპოვე პასუხები, მე არ ვეძახე გლობალურზე, ნამდვილად უკვე ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ის, რომ მთელი ცხოვრება აი ბავშვობიდან მიყვარდა მასწავლებლობა, მინდოდა ყოფილიყავი სკოლის დირექტორი, მიზიდავდა ეზოტერიკა, მაგრამ შიში მქონდა და ანუ ბევრი კიდე უამრავი კითხვები მაინტერესებდა, მაგრამ ყველაფერი აი გავიგე ზუსტად როცა ვიპოვე აი ეს უნიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია ბედის მატრიცა. ეხლა არის უკვე საქართველოს სივრცეში სხვადასხვა ადამიანები ვხედავ, რომ ეხებიან ამ თემას, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მაქვს ეს ბედნიერება, რომ ვისწავლე უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვინც დაარსა, ვინც შექმნა, ვისაც მოევლინათ ეს უნიკალური ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტზე მინდათ მოგიყვოთ თქვენ ჩემთან 18 ოქტომბერს დახურულ Telegram არხში იქნება საინტერესო ძალიან ვებინარი, სადაც მე თქვენ მოგიყვებით, როგორ შეიძლება შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, როგორ შეგიძლიათ იცხოვროთ ბედნიერად და გასცეთ პასუხები იმ თქვენს კითხვებზე და აღარ დაიტანჯოთ, აღარა თქვათ, რომ მე ვწვალობ რა ვქნა, მოიპოვოთ პასუხები და ნამდვილად ან თუნდაც თქვენ თვითონ პირველ რიგში მოიპოვოთ პასუხები
და მე კიდე თუ თქვენ ეხმარებით, თქვენ დაუშვათ ხარ პროფესიის სპეციალისტი, შეიძლება ფსიქოლოგი ხართ, კოუჩი ხართ, შეიძლება ეზოტერიკოსიც ხართ დაუშვათ, ხო? შეიძლება HR-ი ხართ თქვენ და უბრალოდ თქვენ გევალებათ, რომ აი კარგი გუნდი უნდა შევქმნათ, მაგრამ როგორ, რანაირად, ხო, მარტო ფსიქოლოგიური პორტრეტები კი კარგია, მაგრამ არის ეს ინსტრუმენტი, სხვათა შორის ძალიან ახლა აქტუალური და ძალიან ბევრი ხელმძღვანელი თვითონ იყენებს ამ ცოდნას იმისათვის, რომ შექმნეს ძალიან მაგარი გუნდი. იმიტომ რომ მატრიცას როცა გაშლი, ეგრევე ჩანს აბსოლუტურად ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში, მის თვისებებზე და ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია. ეს არ არის არც მკითხაობა, ეს არ არის არანაირი და თქვათ რაღაცა ისეთი საეჭვო ინსტრუმენტი არა. ეს უკვე მაქვს შემოწმებული უამრავ, აი ათასობით შემიძლია თქვა, მატრიცა მაქვს გაკეთებული და არც ერთხელ არ ყოფილა ჯერ მომენტი, რომ ვინმე ესე თქვა, რომ არა, ეს რაღაცა სისულელეა, ეს მე ვაფშე საერთოდ არ მეხება, უბრალოდ ადამიანი ყოველთვის არის გაოცებული, მაგრამ ვინც გამოიყენა ეს ინფორმაცია, მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა და მე მინდა და ჩემი მისია ერთ-ერთი არის ზუსტად იმაში, რომ რაც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ეს ინფორმაცია, გამოიყენოს თავისთვის სასარგებლოდ და დაეხმაროს სხვებსაც, იმიტომ რომ შენ თვითონ როცა აი ეს ინსტრუმენტი როგორ მუშაობ, გაიგებ, შენ მე ვერ გაჩერდები, შენს მოგინდება, რომ ყველას გაუზიარო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაცია. ამიტომ ჩემო კარგო, გელოდებით 18 ოქტომბერს ჩემთან უფასო ვებინარზე, ლინკი გადასასვლელი ჩემ დახურულ Telegram არხზე დეს აი აქ ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ნახავს შენ ჩემ დამხმარ ბოტს, რომელიც გადაგიყვანს შენ ჩემთან ჩატში, სადაც ჩატარდება ეს საინტერესო ვებინარი. ვიცი რომ ძალიან დაგეხმარება და შეიძლება ამ ვებინარის მერე შენი ცხოვრება გაიყოფა და ის მეორე ნაწილი, რომელიც დაიწყება, იქნება ულამაზესი, უბედნიერესი და უკარ